უნდებოდნენ თქვათ. ისე აქაც იმუშავე ვიძე ვინმე რამეს გთხოვს, ვინმე რამე გითხრა და ვერავინ სანამ გელა ბარკალაია ცოცხალი იქნება, ვერავინ ვერაფერს ვერ გაგიბედავთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ახალგაზრდები და უნდა იშრომოთ და ის ორი კაპიკი, რასაც შოულობთ, თქვენ თავს, თქვენ სილამაზეს, თქვენს ხვალინდელ დღეს უნდა მოახმაროთ. ახლა ეს ავტომობილები რა არის? ეს არის უკვე ბიზნეს კლასის ჯეტურები, გაძლიერებული მოტორით, რა ვიცი, სპეც შეკვეთა, რომელსაც მოტორები აქვთ 1 და 6. ამას აქვს 1 და 5. ახლა მთავარი. აი ნახეთ რამდენი ჯეტურია და რო ნახოს, ახლა ქარხნის მეპატრონემ ჩემ საწყობში აქ თბილისში რამდენი ჯეტური დგას, ჯერ მეუნებია რომ ქარხანა ხوارავაშენოთ საქართველოსშიო 4-ჯერ 5-ჯერ მქონდა შემოთავაზება და ნახოთ აბა როგორ იქნება. აი ახლა მოდი, კეთი. ქარხანა ხო, რაოდენობრივად. კეთი მოდი. კეთი, ეს რა ავტომობილია? ეს არის იგივე BYD და ახსენიება. ესაა BYD ჰიბრიდი, რომელიც გადის 150 კილომეტრს დატენვით, 4.5 ლიტრა ბენზინს მოიხმარს და ჯამში ელექტრო და ბენზინის დახმარებით გადის 1000 კილომეტრს. ეს არის 38 ცხენის ძალა აქვს, 8.5 წამში ჩქარდება 100 კილომეტრამდე. მოკლედ ეს მანქანა არის full options რო ეძახიან და აი დღეს ელექტრო მანქანა თუ გინდა უნდა იყიდო ეს. არის ბევრი სხვადასხვანაირი ელექტრომობილი, მაგრამ აი ფასიდან გამომდინარე, ხარისხიდან გამომდინარე, მე არ ვიცი, ჯერ ვიზუალურად რა ნახე. ცოლს რომ მოიყვან, ცოლს როცა დააპირებ მოყვანას, ჯერ უნდა შეხედო როგორია, ხო? ვიზუალურად. ჯერ ვიზუალი ნახე. რომ მოგეწონება ვიზუალი, მე იკითხე დედა ვინ არის, მამა ვინ არის, წარსული რა აქვს, მე თავში რა აქვს, როგორ არის, რა არის, ხო? მანქანაცია, ხო? ჯერ უნდა იყოს ვიზუალი. ვიზუალის მერე დაბა რა მონაცემები აქვს და წარსული ხო რა აქვს ცუდი. წარსული ხო რა აქვს ცუდი, წარსული. და იგივე, აი მართლა იმდენი ჯეტური მყავს რომ რა ვიცი. ახლა აქეთ ნახეთ, აქეთ ნახეთ. აქ იქიდან ნახეთ. აქეთ ნახეთ აბა. აი აქეთ კიდევ